არჩევნების მეორე ტურის დროულად დანიშნვის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე არასწორად მიიჩნევს. კოჟორიძის განმარტებით კანონმდებლობით ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების თარიღს მხოლოდ მას შემდეგ აცხადებს, რაც საჩივრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, ან გასაჩივრების ვადა ამოიწურება. როგორც კოჟორიძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები გასაჩივრდება, შესაძლოა მეორე ტური ივლისის ბოლოს გაიმართოს. ეს მოთხოვნა არ არის სწორი, იმიტომ რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურის თარიღს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იმ საჩივრებზე მიღებული, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ის შევა ძალაში, ან მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავა შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადა. თბილისის მერთან მიმართებაში არის 20 ივლისი. თუ არ გასაჩივრდა, მაგრამ თუ გასაჩივრდა, ცხადია, გადაიწევს ეს ვადები და ამის მიხედვით უნდა მოხდეს თარიღის გამოყვანა. კახა კოჟორიძე თბილისსა და რეგიონებში არჩევნების მეორე ტურის სხვადასხვა დროს გამართვას არ გამორიცხავს.